საღამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. პირველ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ უკავშირებისთვის, რასაც მიწერთ ხოლმე, განსაკუთრებით რაც ეხება მეტაფორულ ბარათებს, ეს ძალიან მახარებს ხოლმე. როდესაც მეტაფორულ ბარათებზე მიწერთ უკავშირებს, მადლობა ყველას, ვისაც გამოწერილ გყავართ და ვისაც არ გყავართ, შეგიძლიათ გამომიწეროთ, რომ უფრო მეტად რეზონირდეს თქვენზე ჩემი გაშლები. პირადი კონსულტაციებისთვის მომმართეთ ტელეფონის ნომერზე 591 16 33 35, WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ. დავიწყოთ დღევანდელი გაშლა. და საკითხი იქნება ასეთი. რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, რა დგას ზღურბლზე, ასე ვთქვათ, და რა გაგახარებთ სულ მალე. მოდი აბა გავიგოთ. ჯერ ვნახოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ. თქვენი ენერგიები ვნახოთ აი ამ დასტით, მოდი. სხვა დასტით ვნახოთ. რა ენერგიებში ხართ ეხლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. გრძნობთ თავს და რა ენერგიებში ხართ. მე რაღაც მიცვება კარტები, ტრანსფორმაცია, ნახეთ აბა რა ხდება, რა ენერგიებში ხართ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. რა ენერგიებში ხართ, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ. საინტერესო. მე ვფიქრობ, მეგობრებო, თქვენ, ვინც ახლა აი ამ ვიდეოს უყურებთ, საკმაოდ იცით როგორ ენერგიებში ხართ? აი, თითქოს რაღაც ის პერიოდი გადალახეთ, ემოციური პერიოდი გადალახეთ თითქოს, იმუშავთ თქვენს თავებზე, საკმაოდ ენერგიული ხართ ახლა, ენერგიული განწყობა გაქვთ ძალიან, ხიარულიც შეიძლება, ვიღაცები სადღაც მიდიხართ, გადაადგილდებით, შეიძლება სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას და აი ამ ენერგიებში ხართ, რაღაცებს აგვარებთ. ვიღაცები ფინანსურ საკითხებზე არიან გადართული, საკმაოდ დიდ შემოსავლებზე არის საუბარი, სხვათა შორის, დიდ რესურსებზე და აი ამის მოგვარებაზე არიან გადართული ხართ და ასევე საკმაოდ თავს გრძნობთ, თავდაჯერებულად, რაღაც ის სიამაყის გრძნობა გაქვთ ძალიან წამოწეული ასევე. აი, იცით როგორ ერთი სიტყვით რო ვთქვა, რაღაცა იყო თქვენს ცხოვრებაში ისეთი, რამაც საკმაოდ ისეთი თქვენს ემოციებზე იმოქმედა და აი ახლა აქედან რომ ხართ ესე გატრიალებული და წასვლის საკმაოდ აი რაღაცა შეიძლება იმუშავეთ თქვენს თავებზე საკმაოდ და დიდი ენერგიის მოწოლას ვგრძნობ, აი რაღაცა დადებითი ენერგიით ხართ და აი ისე მიზანდასახულად აი გრძნობთ შინაგანად, რომ მიზანი გაქვთ რაღაცა და უნდა შეუდგეთ ამ მიზნის ასრულებას. ყველა სხვადასხვა მიზანი გაქვთ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი ახლა, ვიღაცა ფინანსებზე არის ორიენტირებული, ვიღაცა მოგზაურობაზე, ვიღაცა უბრალოდ იმაზე, რომ შინაგანი განწყობა გქონდეს ისეთი, რომ კარგად გრძნობდეს თავს მხიარულად, წარმატებული იყოს საქმიანობაში, კარიერის მხრივაც, სხვათა შორის ძალიან რაღაცა
მიზანდასახული ხართ ამ ხრივადაც, აი ესეთ დადებით და პოზიტიურ ენერგიებში ხართ ნამდვილად, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ ახლა. თუმცა წინაპირობა საკმაოდ ვფიქრობ, რომ რთული იყო, რისგანაც გატრიალდით. და შედეგი თქვენ თავზე მუშაობის შემდეგ მიიღეთ აი ეს. ან ახლაც მუშაობთ, განაგრძობთ მუშაობას, არ ნებდებით, იბრძვით ამისთვის. აი საკმარისი ენერგია გაქვთ ამ ყველაფრისთვის. ესეთ ენერგიებში ხართ ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. და ძალიან კარგი. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. ნახოთ აბა. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის მის ცხოვრებაში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ვნახოთ. აქ რა ხდება მეგობრებო? ჯერ თავიდან ვიტყოდი იმას, რომ სიტუაცია ეხება საკმაოდ ციკლურ და ციკლურ კარმულს, მიჯაჭველ მდგომარეობას. მოკეთ აი ესეთი მდგომარეობა, ვისაც რა სიტუაციაში გქონდათ და რა სფეროშიც, აი ამ სიტუაციას ეხება მოკლედ რა, აი ეს. რასაც ახლა ვიტყვი. ვიღაცა შეიძლება პირად ცხოვრებაში ვიღაცის პირად ცხოვრებას ეხება ეს ყველაფერი, სადაც იყავით საკმაოდ ციკლურ ურთიერთობაში, საკმაოდ არასტაბილურ, დამაბნეველ ურთიერთობაში და ურთიერთობაში, რომელიც გაძლევდათ ძალიან ბევრ ემოციას. ოღონდ ეს ბევრი ემოცია ზოგი კარგი იყო, ხან კარგი იყო, ხან ცუდი იყო, აი ეს თამაშობდა რა, ანუ ეს ემოციები, ვიღაც ადამიანი, რომელიც თამაშობდა თქვენს ემოციებზე ჩვეულებრივად და ამან გამოიწვია თქვენი მიჯაჭვულობა ამ პიროვნების მიმართ. საკმაოდ ციკლური იყო ეს ურთიერთობა, ანუ დამთავრდებოდა, აღდგებოდა, დამთავრდებოდა, აღდგებოდა, აი ესეთი. აი ასეთ სიტუაციას მიჩვენებს ახლა ტარო. და ფონი არის ასეთი. საინტერესოა, ხარ ასეთ გაჩვენებთ. თქვენ თუ ქალბატონი მიყურებთ, მამაკაცი და აი ეს საინტერესოა, რა ხდება ნეტა, ვნახოთ. ყოველ შემთხვევაში, ვინც ეხლა არ ხართ თქვენს პარტნიორთან, მე ვხედავ ამას, რომ აი ეს ციკლური რა ვახსენეთ წეღან, ზუსტად ისევ კიდევ ერთი ციკლი იწყება და მოდის ეს პიროვნება თქვენთან ემოციებით. მაგრამ თქვენ საკმაოდ ცივ ენერგიებში ხართ, მეგობრებო. ქალბატონებს ეხება ეს უფრო, გონება გაქვთ ჩართული, საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ მიღებული აი ამ პიროვნებასთან ურთიერთობით, დიდი გამოცდილება შეგძინათ, რისთვისაც შეგიძლიათ მადლობა გადაუხადოთ და შეიძლება აპირებთ კიდეც ზოგიერთები, ეს ადამიანი რომ დაბრუნდება, მხოლოდ მადლობა უთხრეთ და გაუშვეთ თავის გზაზე. მაგრამ ეს პიროვნება მოდის თქვენს ცხოვრებაში და ეს იქნება თქვენთვის სასიამოვნო. ნუ ეხლა რა დონეს სასიამოვნო იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც თქვენ რაღაცა ქალური ეგო რო გვაქვს, ხო, ყოველს შინაგანად, რაღაცა დოზით მაინც აი იმას დაიკმაყოფილებთ და იმ პასუხებს გასცემთ, რასაც იმსახურებს ეს პიროვნება თქვენი მხრიდან. აი ეს სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის მეგობრებო თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მალე. და შეიძლება შეტყობინება მიიღოთ
ერთი გამოგიგზავნოთ რაღაცა შეტყობინება, რომელიც საკმაოდ ემოციური იქნება და თქვენ აი რაღაც იცი როგორ ის მომდის ისეთი აი რომ ეს ხელიც რო გაქვთ ესე აშორილი აიყურეთ ამ ხმების დედოფალს როგორ აი დაანახებთ თავის გზას რომ აი წადიო რა შენი გზითო რა შემეშიო რაღაც აი ამას ეტყვით ამ დაგვარი სიტუაცია გექნებათ და კარგია ბა მოდი ჩავშალოთ უფრო და კი მაინც მივხვდი რომ თქვენი მხრიდან ეს ყველაფერი საკმაოდ დასრულებული გადახარშული გაქვთ მაგრამ მაინც ვიკითხოთ თქვენი მხრიდან რამდენად დასრულებულია ეს ურთიერთობა რამდენად ნასწავლი გაქვთ ამ ურთიერთობიდან ბევრი რამე გაკვეთილები რამდენად გამოიტანეთ და რამდენად დაასრულეთ თქვენში ეს ურთიერთობა კი შეიძლება გავუშვათ მაგრამ რამდენად დაასრულეთ ეს ურთიერთობა თქვენში ვინც ამ ვიდეოს უყურებთ ვიტყოდი ერთ რამეს სხვათა შორის ძალიან ჭკვიანი ქალები მიყურებთ ახლა და ძალიან გონება ჩართულები საკმაოდ მძიმედ სიმძიმეებში ხართ მძიმედ გრძნობთ რა თავს აი ეს რაღაც რაც გადაგხდათ თითქოს ამ ადამიანთან საკმაოდ მძიმე ტვირთია თქვენთვის ვერ ვიტყვი რომ საბოლოოდ აი ეს რაღაცა ამოძირკვილი ყავთ გონებიდან და გულიდან ეს პიროვნება, მაგრამ აი როგორც თავში დახასიათება ვახსენე, ვის რეზონირდება და რა ენერგიებში ხართ მეთქი, ზუსტად იმას ვიტყვი ახლა. თქვენ მუშაობთ, მეგობრებო, აი ამ საკითხზე, თქვენ თავზე მუშაობთ ძალიან ბევრს. გიყვართ ეს პიროვნება, ნამდვილად, და რომ მიჩვენებს, რომ შეყვარებული ხართ ამ პიროვნებაზე, მაგრამ როგორც ასეთი რომ გინდოდეთ თქვენ ამ ურთიერთობის გაგრძელება, ესე არა. თქვენ მუშაობთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ თუ აღადგინოთ, აბა. კი, მეგობრებო, აი დაასრულოთ, მუშაობთ იმაზე საკუთარ თავზე, რომ ეს ყველაფერი დაასრულოთ. შეხედეთ, სამსჯავროს არკანი ამოვიდა. დიდი ტრანსფორმაცია ხდება თქვენში, მეგობრებო და თქვენ არჩევანი გააკეთეთ სწრაფად. შეიძლება ეს პიროვნება გაკვირვებულიც მოვიდეს რა დაგემართაო, მაგრამ სწრაფი არჩევანი გააკეთეთ საკუთარი თავისთვის, მეგობრებო და ნაბიჯებს დგავთ საკუთარი თავისთვის და არა ამ ადამიანისთვის, თუ ადრე ასე აკეთებდით ხოლმე და თუ მხოლოდ მისთვის ცხოვრობდით და ურთიერთობაში მხოლოდ ის ფიგურირებდა და მის მოთხოვნებზე, მის სურვილებზე დადიოდით, მეგობრებო და იყავით მიჯაჭვული ემოციურად ამ პიროვნებაზე, თქვენ საკუთარი თავისკენ გადადგით ნაბიჯი და მუშაობთ ეხლაც აი ამ ყველაფერზე. და აი ამ პროცესში, თქვენი ამხელა დიდი ტრანსფორმაციის პროცესში გამომწვენდება ეს პიროვნება. და როგორც წეგან გითხარით, საკადრის პასუხს მიიღებს თქვენგან. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდი ახლა კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც აი ამ ვიდეოს უყურებთ. გავიგოთ, აბა. ძალიან საინტერესო. აქ მე ვფიქრობ, რომ უფრო თქვენს ფინანსებზეა სიტუაცია, თქვენ სტაბილურობაზე, ფინანსურ სტაბილურობაზე და ძალიან დიდი წარმატება ჩანს, მეგობრებო, არ ვიცი, ვის რა სიტუაციები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცები თქვენს ოჯახებს მართავთ, ან ვიღაცები რაღაცას მართავთ, სადაც, ანუ დაწესებულება არის, ან თქვენი ბიზნესი გაქვთ, ან რაღაცა ესეთი, რასაც მართავთ, ან იქნება ეგეთი სიტუაცია ამ
უახლოეს მომავალში რომ თქვენ ხელში გადავა ეს მმართველობა ამ ყველაფრის, სადაც ახლა ხართ, ან რა საქმესაც იწყებთ და საკმაოდ დიდი წარმატებით მეგობრებო, დიდ წარმატებას მოგიტანთ ძალიან აი ეს საქმე, რასაც თქვენ რის მართვასაც თქვენ დაიწყებთ, მოკლედ წარმატება, ანუ კარიერულადაც და ფინანსურადაც მეგობრებო, ძალიან სტაბილურად იქნებით, შეხედეთ ცხრიანების პენტაკლებში ამოხვედით და 6-იანი კვერთხები, აი ძალიან სტაბილურად იქნებით, შემოსავლებით, აი კმაყოფილი იქნებით თქვენი შემოსავლებით, თქვენი წარმატებით და ასევე საკმაოდ ეს ემოციურად მყარად იგრძნობთ თავს ასევე, ანუ რადგან შეიძლება ახლა რაღაცას განიცდით და ცოტა ემოციური დისბალანსი გაქვთ და აი ამ ხრივად საკმაოდ კარგად და აი შინაგანად გამარჯვებულად და ჰარმონიულად იგრძნობთ თავს მეგობრებო. ვიღაცები თქვენს ოჯახში, ვიღაცები თქვენს სამსახურში, აი მარტო არ ხართ მოკლედ რა, საკმაოდ ბევრ ხალხში იქნებით და აი ამ ხალხთან ერთად თითქოს თუ სამსახურია საკმაოდ ბევრი თანამშრომელი გყავთ და თქვენ მართავთ მათ, თუ ოჯახია, ოჯახის წევრების ბევრი გყავთ და თქვენ ხართ უფროსი, ან თქვენ სიტყვას ითვალისწინებენ და თქვენ მართავთ ამ ოჯახის ბიუჯეტს, აი ასეთი რაღაც სიტუაციებში თქვენ ნამდვილად გამარჯვებული, სტაბილური, დიდი შემოსავლებით რაღაცა აი ესეთი სიტუაციები გექნებათ აი ამ უახლოს მომავალში, მშვენიერი. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ეს ამდენჯერ იმიტომ ვკითხულობ ხოლმე, რომ ესე ვარიანტებს არ ვაწყობ და ვარიანტების მიხედვით არ ვაკეთებ მეგობრებო და ბევრჯერ იმიტომ ვკითხულობ, რომ ვისზე რა რეზონირდება, ხო? ანუ კიდევ რა სასიამოვნო სიახლე შემოდის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, აი ამ ახლო მომავალში დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. ეს რა არის? აქაც რაღაც ვფიქრობ, რომ სასიყვარულო რაღაცა სამკუთხედური სიტუაციები გვაქვს მეგობრებო. საინტერესოა, სადაც ძალიან იყო გულის ტკივილი. გულის ტკენა კონკრეტულ ადამიანზე, რომელმაც საკმაოდ დროში გაწელა თქვენი ურთიერთობა, დააგვიანა მეგობრებო, აი ძალიან დააგვიანა. და აქ რა ხდება, იცით? საინტერესოა. მოკლედ აი ამ მესამე კითხვაზეც დაახლოებით იგივე სიტუაციები ამოვიდა, მაგრამ მაინც გავაჟღერებ. არის ესეთი სიტუაცია, ანუ ყავდათ შეიძლება პიროვნება, რომელმაც ძალიან დროში გაწელა თქვენი ურთიერთობა, გულნატკენი დაგტოვათ ძალიან და აი ამასთან ზუსტად ის თუ იყო რაღაცა თქვენთანაც ციკლური ურთიერთობა, ეს ყველაფერი სრულდება მეგობრებო და თქვენს ცხოვრებაში ჩნდება იმპერატორი, კაცი, რომელიც მოდის ოჯახისთვის, სერიოზული ურთიერთობისთვის, კაცი, რომელიც თავის ხელში აიღებს პასუხისმგებლობას, აი ესეთი პიროვნება ჩნდება თქვენს ცხოვრებაში. შანსი მოდის თქვენს ცხოვრებაში, ამ წუთას შეიძლება საკმაოდ ვერ გრძნობთ თავს კარგად, შეიძლება ვიღაცებს ღამის უძილობებიც გაწუხებთ მეგობრებო, აგერ და ესეთი სიტუაცია გაქვთ, აი ამ ძველ მოლოდინში ხართ თითქოს, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ფარხმალი გაქვთ დაყრილი, რომ
არაფერი აღარ მოხდება, ეს პიროვნება გამოჩნდება, მაგრამ როგორ იცით, როგორ თქვა, როგორც წეღან გითხარით, ხო, ციკლური იყო ეს ურთიერთობა და დასრულდება, დაასრულებთ. შეიძლება ამ დასრულებამ საკმაოდ ისეთი დეპრესიული და მოწყენილი სიტუაციები გამოიწვიოს თქვენში, მაგრამ გამოჩნდება ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება იმპერატორი, მეგობრებო. კაცი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს თქვენს ურთიერთობაზე. თუმცა ის ძველი ვიღაცა, ვინც ესე გული გაგიტეხათ და ძალიან დააგვიანა თქვენთან მოსვლა და როცა თქვენთან იყო ძალიან გაწელა დროში ეს ურთიერთობა და ახალ ეტაპზე არანაირად არ გადაიყვანა, სულ რაღაცა ფიქრის პროცესში იყო და ეხლა მასთან არ გაქვთ ურთიერთობა, მაგრამ ელოდებით ეს პიროვნება გამოჩნდება, მაგრამ თქვენ მასთან დაასრულებთ ყველაფერს. ვერ ვიტყვი, რომ იოლი იქნება ეს დასრულების პროცესი, საკმაოდ განცდები გექნებათ, მაგრამ ამის შემდეგ, ამ სიტუაციების დასრულების შემდეგ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება იმპერატორი. და ძალიან კარგი. დავასრულე მეგობრებო, დღევანდელი გაშლა. მეც აღარ ამოვიღებ. წარმატებებს გისურვებთ ყველას. ასევე გეტყვით, რომ იმ ქალბატონების გასაგონად, ვინც ხართ ესეთ მდგომარეობაში, მიჯაჭვული პარტნიორთან და მარტო გიჭირთ გამკლავება ამ ყველაფერზე, მეგობრებო, შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარ თავებზე, მომმართოთ, მეგობრებო, და ძალიან ბევრი ტექნიკებით ჩავეხსნათ ამ პიროვნებებს, რომლებიც არ გვიმსახურებენ. არ იმსახურებენ ჩვენს ოდნავ დათმობილ დროსაც კი და ენერგიას, მეგობრებო, და იმით, რომ ჩვენ მათზე ვფიქრობთ და მათზე განვიცდით, ჩვენ მათ დროს ვუთმობთ, მეგობრებო, და ისინი ამით იკვებებიან თქვენ და გასაკვირად. რა წამსაც ჩვენ მათ ენერგეტიკულად და ემოციურად გავუშვებთ, ზუსტად მაშინ ბრუნდებიან. თუმცა აზრი აღარ იქნება უკვე იმ დაბრუნებას. ბრუნდებიან იმისთვის, რომ ჩვენ სამყარო იმისთვის დაბრუნებს ჩვენთან ამ პიროვნებებს, მეგობრებო, რომ ხო გამოკეთებულები ვიქნებით უკვე შინაგანად, მაგრამ მათი დაბრუნებით უფრო უკეთესად რომ ვიგრძნოთ თავი და მათის პასუხები გავცეთ, რაც საჭიროა, მეგობრებო. ან საერთოდ არ გავცეთ პასუხი. და როგორც ამბობენ, იგრძნო რაც დაკარგეს. ხო, ამის თქმა მინდოდა. მოკლედ, შეგიძლიათ მომმართოთ და ერთად ვიმუშაოთ თქვენს თავებზე. ვინც ხართ ამ სიტუაციაში და იტანჯებით, არამც და არამც არ მისცეთ თქვენს თავს იმის უფლება, რომ ის ადამიანი, ვინც ესე გტანჯავთ, მეგობრებო, ჩათვალოთ მაგის ღირსად, რომ თქვენ მათ გამო იტანჯებოდეთ. მაგრამ ისე ერთ კითხვას დაგისმევთ და თქვენს თავს გაეცით პასუხი. რეალურად ასეთ ურთიერთობებში მათ ადანაშაულებთ თუ თქვენ თავებს. და ძალიან მაინტერესებს, ვინც ხართ ამ სიტუაციაში, შეგიძლიათ გასცეთ პასუხი და თუ ესე კომენტარებში არ გინდათ საჯაროდ რომ გამოაქვეყნოთ თქვენ თავს ადანაშაულებთ თუ მას, შეგიძლიათ პირადში მომწეროთ და დაგიბრუნებთ პასუხს მეც და გავისაუბროთ. დროებით.